ყოფილ მერს ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად ეგრეთ წოდებული შავი ფულის მართლსაწინააღმდეგო შემოტანას ედავებიან. გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით უგულავა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ეგრეთ წოდებული შავი ფულის მართლსაწინააღმდეგო შემოტანას ახორციელებდა. მირიან გორგოძე მუშაობს ამ თემაზე, რომელიც შეგორთვება პირდაპირ ეთერში. მირიან, შენ მოდულის შენობასთან იმყოფები, რა არის ახალი და რა ხდება მოდულის შენობასთან? მოდულის შენობაში საგამოძიებო ნაწილში წინასწარი დაკავების იზოლატორში გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი გელხაური სულ ცოტა ხნის წინ იყო მოსული. კიდევ ერთხელ როგორც მან გააკეთა განცხადება, მოდულის შენობაში ის გამოცხადა საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად, როგორც გიგი უგულავას ადვოკატი აცხადებს, აქამდე მათ საშუალება არ აქვთ, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და ადვოკატები თხოვენ საგამოძიებო სტრუქტურას დროულად მიეცეთ ადვოკატებს საქმის დეტალების გაცნობის საშუალება. ჩვენ ბუნებრივია გიორგი გელხაურს თხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა ფინანსური პოლიციის ოფიციალურ განცხადებაზე, თუმცა იმ მოტივით, რომ ჯერჯერობით ის არ გაცნობია ამ განცხადებას, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. როგორც გიორგი გელხაურმა განმარტა, ოფიციალური განმარტება და განცხადება ოდნავ მოგვიანებით გაკეთდება ამ საკითხზე. ბატონ გიორგი, ერთი წამი, ეხლა გჭირდება, ესე ხო არ არის, ანუ მაგაცნო ხაგერ, ბატონ გიორგი, მაგაიწყო, ესე არა, ა? როგაიწყო ამ განცხადებასთან რო შევაჩერეთ. აგირე, თუ გაჭირდა, ის გამალობაში, რა? ის გავაკეთე ხოლმე. მოდულის შენობაში დაკავებული გიგი უგულავა დაახლოებით დილის 10 წუთებისთვის გადმოიყვანეს და ამ დროისთვის მიეცათ ადვოკატებს მისი მონახულების საშუალება. შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გიგი უგულავასთვის საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იყო ცნობილი და ისაუბრებს იმ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდათ გიგი უგულავას ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში ყოფნის პერიოდში. ამ დროისთვის მოდულის შენობა გიგი უგულავას ადვოკატებმა დატოვეს. ბუნებრივია, ჩვენ ვჩებით ადგილზე და მოვლენათა განვითარების შესახებ შემდგომ გამოშვებებში მოგეყვებით. ეგრეთ წოდებული მოდულის შენობიდან პირდაპირ